ინტერნეტი და სოციალური მედია შესანიშნავი სივრცეა ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ ვირუსების მსგავსად, ყალბიან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაც შეიძლება გავრცელდეს და ზიანი მოგვაყენოს. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება უსაფუძვლო შიში გამოიწვიოს, ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებებზე. როგორც იმუნური პატრულის ახალმა წევრმა, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორ გამოავლინოთ ასეთი ინფორმაცია და არ მოექცეთ მისი ზეგავლენის ქვეშ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შემციროთ დეზინფორმაციის გავრცელება. როდესაც სხვადასხვა წყაროდან ახალ ინფორმაციას იღებთ, სანამ მასზე ენდობით კრიტიკულად და სიფრთხილით უნდა შეხედოთ. არ დაეყრდნოთ მხოლოდ ერთ წყაროს, სათაურს ან სწრაფ წაკითხვას. გაითვალისწინეთ რამდენიმე სასარგებლო ნაბიჯი. ნაბიჯი პირველი, შინაარსი. ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია. გესმით მისი შინაარსი. ეცადეთ მთავარი ინფორმაცია წარმოთქვათ თქვენივე სიტყვებით, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი თქვენთვის გასაგებია. ნაბიჯი მეორე, მიზანი. შეხედეთ, ვინ არის შემქმნელი, ავტორი ან გამომგზავნი. რატომ შეიქმნა, დაიწერა, გავრცელდა, ან გამოაქვეყნეს ეს ინფორმაცია? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ავტორს მოცემულ ინფორმაციაზე? ნაბიჯი მესამე, წყარო. რა ტიპის წყაროა? აღიარებულია თუ არა ეს წყარო სანდოდ ამ ტიპის საკითხებზე? ეს სამი ნაბიჯი მცირე ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ დაგეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები და შეამციროთ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. რაც ისწავლეთ, დაიმახსოვრეთ, გაუზიარეთ და განიხილეთ ახლობლებთან.